ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის მზადებაზე საუბრობენ ქართული ოცნების ქობულეთის შტაბში მაჟორიტარობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში ფათი ხალვაშმა დღეს ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო ბრიფინგზე აცნობა. ხალვაში ამბობს, რომ შტაბს აქვს უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ხელისუფლება დღეს აპირებს ოცნების ოფისში შეაგზავნოს ნარკოტიკების მომხმარებელი, რომელსაც ვიდეოკამერით დააფიქსირებენ, შემდეგ კი კადრების ფაბრიკაციით იტყვიან, რომ ოფისში ხდება ნარკოტიკული საშუალებების მიღება და გავრცელება. ხალვაშის თქმით, სწორედ ამიტომ შტაბში გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები, ის ბოდის სუხთის მოქალაქეებს და აცხადებს, რომ მოქალაქეების მიღება ხვალიდან აღწდება. ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დღეისთვის იგეგმებოდა ერთ-ერთი პიროვნების შემოსვლა ჩვენს ოფისში, რომელიც შემჩნეული არის და ამის კადრები აქვთ, რომ ის არის მომხმარებელი. ეს ადამიანი უნდა შემოსულიყო ოფისში, გაესაუბრებოდა რომელიმე ჩვენს ერთ-ერთ წევრს, ალბათ ახლო მანძილიდან, შემდეგ დაფიქსირდებოდა კადრები, რომ ეს ადამიანი გადის ოფისიდან და უნდა მომხდარიყო ფაბრიკაცია კადრების, ესე იგი შეერთება იმისი, თუ როგორ იღებს ნარკოტიკს. თანამდებობა დატოვა და ქართულ ოცნებას შეუერთდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი გიორგი სირაბიძე. იგი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში უსმენდნენ მის ტელეფონს და შიფრავდნენ Facebook-ის. გიორგი სირაბიძემ დღეს ჟურნალისტებს იმის შესახებაც უამბო, რაც გეკმავდა ხელისუფლება არჩევნების დღეს. მისი თქმით, ყველა სამინისტროს თანამშრომლების უმრავლესობამ ორშაბათს უნდა დაწეროს განცხადება და აიღოს 10 დღიანი შვებულება. რის შემდეგაც ისინი მიმართავენ ცესკოს და მიიღებენ უფლებას იყვნენ დამკვირვებლები არჩევნების დღეს, უშუალოდ 1 ოქტომბერს. ამ დამკვირვებლებს ხელი უნდა შეეშალათ ქართული ოცნების კომისიის წევრობისთვის, რათა მათ არ დაეწერათ საჩივრები. გარდა ამისა, გიორგი სირაბიძის თქმით, მათ დაევალათ დაემალონ მეცხრე არხს და არ გაამხილონ ტელევიზიებთან მათი სამუშაო ადგილები. დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ სამსახურის დაკარგვით ემუქრებოდნენ. სირაბიძის ინფორმაციით უკვე ორშაბათიდან ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დატოვებას თანამშრომელთა 80% გეკმავს. ის არავის არ უნდა ყველა უნდა დაგვეწერა 10 დღიანი უფასო შვებულება, შემდეგ უნდა მივსულიყავით უესკოში, თხოვნით უნდა მიგვემართა ჩვენ თვითონ საჯარო მოხელეებს და უფლება დაერთოთ იმათ 1 დღიანი დამკვირვებლები ყოფილიყავით აჭარის მასშტაბით. შემდეგ ესენი გვაძლევდნენ 4 ხუბანს, იყო ხულო, შვახევი, ქედა, ხელვაჩაური, ბათუმი, ქობულეთი. ასე გადაანაწილეს ის ბიჭები. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ქართულ ოცნებას განზრახული აქვს საარჩევნო უბნების ჩაგდება, იქ იქნება 20 კაციანი მარბიელები, ვინც არბევენ ზონდერ ბრიგადები ქართული ოცნების მხრიდან. ეს პირველი დარტყმა უნდა აგვიღო ჩვენ თავზე, ამ 2 კაცს 4 ხუბანზე უნდა აგვიღო 2 კაცს. უნდა დავხმარებოდით ნაცმოძრაობის კომისიის წევრებს, მდივანს, თავმჯდომარეს. ასევე მართლ პარტიას ტოვებს და ქართულ ოცნებას უერთდება ნაციონალური მოძრაობის ვერის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და ძველი თბილისის რაიონის მთავარი სპეციალისტი დავით კალანდაძე. ამის შესახებ განცხადება კალანდაძემ ქართული ოცნების ზუგდიდის შტაბში გააკეთა. მე ვდები იქ, სადაც ქართველი ხალხი აცხადებს კალანდაძე. ის დღეს ზუგდიდის აქციას შეუერთდება და იგივეს მოუწოდებს ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებსაც. ძალიან ბევრი დატოვებს პროტესტის ნიშნად ტოვებ ნაციონალურ მოძრაობას და გადავდივარ ქართულ ოცნებაში. აი ეს პროტესტის ნიშნად რომ ყველამ დაინახოთ. აი ეს შემიძლია გადავდივარ ქართულ ოცნებაში. მე არ მქონდა უფლება რომ ეს გადაწყვეტილება არ მიმეღო. ასევე იქ არიან კაცები, ჩემნაირი კაცები, რომლებიც ვიცი და დარწმუნებული ვარ რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. და კიდევ ერთი მსგავსი განცხადება ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი ერმიკო ფეიქრიშვილი თანამდებობას ტოვებს და ქართულ ოცნებას უერთდება. მისი განცხადებით სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო მიიღო. ვფიქრობ, ჩემი მოქალაქეობრივი ვალია დავტოვო სამსახური და დავდრე იქ, სადაც სამართლიანად იბრძვიან არსებული რეჟიმის წინააღმდეგ, აცხადებს ქარელის გამგეობის თანამშრომელი. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები იყო ბოლო წვეთი მოთმინების, რამაც მიმაღებინა ის გადაწყვეტილება, რომ არსებული რეჟიმის გაგრძელება აღარ უნდა იყოს საქართველოში, რომელიც იგრძნობა არა მარტო პენიტენციალურ სამსახურებში, არამედ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ქვეყანაში.